გამარჯობათ. დიდი ხანი არ ყოფილვარ აქ. დავიღალე ამ ერთი და იგივეს კითხვით და წერით და იმითი. ხო და დიდი ხნის პაუზის შემდეგ შემოვედი ისე შემოვდივარ უბრალოდ ისეთი თემით, რომელიც ნომერ პირველი თემაა ჩემი აზრით. დღევანდელ საქართველოში ამაზე მნიშვნელოვანი თემა წესით არ უნდა იყოს. ღარიბები, ბიძინები, მიძინები, მილიარდები, ტრილიონები და ასე შემდეგ ყველაფერი უკან დაგჭებათ, მაგ საქმეების გარჩევა და ჯობია იფიქროთ საქართველოს ამ კოშმარიდან გადარჩენის რაღაცა გზებზე, რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, თორე ეს ჩათვალე რომ დასრულდება ეს უკვე ეს მოტოციკლეტების უკვე უკვე ძალიან საძონძეთად ექცა რა. თბილისი არის ერთი დიდი საძონძეთი. გლოვო და ეს აყროლებული მოტოციკლეტები და რაღაცეები არის კოშმარია, კიდე ცალკე თემაა რა. ხო და რაც შეეხება იმას, რასაც ახლა მე დავდებ, ანუ ფურსოვის ვიდეოს ნაწყვეტებს დავდებ, სადაც ის ლაპარაკობს ძალიან საინტერესო აი ამ ტარაკნების შემოსევაზე რა მსოფლიოს ქვეყნებში. ეს ტარაკნებს ეძახის მე უფრო კაი სახელი მაქვს მოგონილი უჯიშოები ტარაკნებისთვის. ხო და უჯიშოების შემოსევაზე დავდებ ვიდეოს, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამაზე მნიშვნელოვანი წესით აი ნომერ პირველი თემაა და არაფერი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ აი დღეს ხო არის 25 ოქტომბერი 2025 წელი. აი დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, ანუ 25 ოქტომბერი 2025 წელი და რო გახდება 2030 წელი, ვინც ადვიქნებით ეგ არავინ არ იცის, მაგრამ ვინმე მიქნებ მერეც მოისმინოს 5 წლის მერე და შეადარეთ დღევანდელი მდგომარეობა და ვითარება 2030 წელში რა იქნება. მერე ვაფშე თუ ჩვენ არ გავანძრიეთ ხელი, ფეხი, თავი, ტვინი, თუ არ გავინძერით, ხო? ჩათვალე რომ 2030 წელში ეს ყველაფერი უკვე დასრულებულიც იქნება რა. ფაქტიურად, იმიტომ რომ ამას უკვე არაფერი აღარ აჩერებს. მე როგორც ხედავ, შემოსევა უძარმაზარი, ფურსოვი ეძახის რომ სერიოზული გამოკვლევების თანახმად ქვეყანაში როცა ამ უჯიშოების, ანუ ტარაკნების უჯიშოების და ძონძების რაოდენობა მოსახლეობის 15%-ს უკვე გადააჭარბებს, 15%-ს, უკვე რაც ჩვენთან ალბათ არის 15% კი არა, შეიძლება უკვე 30%-იც იყოს აქ, იმიტომ რომ უკვე კატასტროფულად ბევრი არის რა, კატასტროფულად. ხო და ფურსოვის იმას რომ მოისმენთ, მე დაწერეთ თქვენი აზრი ამ საკითხზე რა. ანუ არის ესეთი ვითარება რა, რომ ინგლისი არის ინდოელების უდიდეს შესევაში. ერთადერთი ინგლისის შველის რომ არაბები იმდენი არ არიან, ინდოელები არიანო. ინდოელები ახლა კარგი კი არ არის, მაგრამ არაბებს და ხუივოზნაით ხალხს აი დანარჩენებს რა. აი საერთოდ უჯიშოები რო არიან და იმანქე მაინც იცის რომ ინდოელია რა და რაღაცაა და აი ის დანარჩენი აი თავშალიანები რო დადიან და რაღაცა იმათმა ბევრმა ალბათ ისიც არ იციან საიდან არიან, როდის დაიბადნენ, ვინ არიან, რაზე არიან ვაფშე. აი საერთოდ შეიძლება არც იციან ბევრი რამე ვაფშე ვინ არიან რა. ხო და ასე რომ ჩემი თხოვნა არის რა, რომ აი 2025 წელი მთავრდება, ეს პრობლემა ზღვავდება, პირიქით იმატებს და იმატებს. ეხლა ეს პრობლემა კი დაწყებულია უკვე 1-5 წელია მასობრივად, მაგრამ შენ წარმოიდგინე, რომ ეხლა 25 წელი ხო არის და 30 წელში რა იქნება?
ნუ მე შემდგომ პერიოდზე აღარ ვანგარიშობ რა 30 წელიც საკმარისია 2030 რო დადგება 5 წლის მერე რა ასე რომ რამე უნდა მოვიფიქროთ უნდა გავინძრეთ ტვინი გავანძრიოთ ხელი ფეხი თავი ტვინი რაღაცა უნდა ზომები მივიღოთ რა თორე ეს დასრულდება არ ვიცი როგორ დასრულდება ალბათ ხვდებით რა ახალგაზრდობას ეს პრობლემა 90%-ზე მეც კიდია უბრალოდ კიდია აი ჩვენი თაობის ხალხსაც ძალიან ბევრს ხახახა ხიხიხი ღარიბა მარიბა რაღაც აი ამ დონეზე შემოდიან Facebook-ში ერთობიან რაღაცა 80%-ს ჩვენი თაობის ხალხსაც ნაწილობრივ კიდია გაყინული სიფათებით დადიან თბილისის ქუჩებში და ამ თემაზე რომც დაელაპარაკო ხო აი არ ვიცი რა მქონდა რა ბევრთან ლაპარაკი და ნუ არ ვიცი რა ნუ კაროჩე პიზდეთში ვართ რა ხო და არ ვიცი რა ვიღაცები გამოჩდით რომ რაღაცნაირად იქნებ რაღაცას მივაღწიოთ რა ან რაღაცა არ ვიცი რამე რაღაცა მივიღოთ ზომები რაღაცა მთავრობა წოდებულში რაღაცეები შევიტანოთ რაღაცა არ ვიცი რა რაღაცა ვინმე ჭკვიანი გამოდით და თქვით რა უნდა გავაკეთოთ რომ რაღაცა დონეზე მაინც გადავრჩეთ რაღაცა დონეზე თორე უბრალოდ არ ვიცი რა 15%-ია ფურსოვი რო იძახის ანუ მოსახლეობა როცა 15%-ს გადაცილდება ჩვენთან უფრო მეტიც არის 15%-ს რო გადაცილდება იმათი შემოდინება ის ქვეყანა წყვეტს ანუ ფუნქციონირებას ენაც რო დარჩეს ჩვენი ვითომ სახელმწიფო ენად სახელწოდებას რო დარჩეს ჯორჯია ნუ ვითომ საქართველო ჯორჯია იგივე ეს ყველაფერი რომც დარჩეს ხო ნუ ის ქვეყანა აღარ იქნება რაც უნდა ყოფილიყო ადრე და რაც იყო ადრე ასე რომ უყურეთ ფურსებს და დაწერეთ რაღაცა თქვენი აზრი და კაი აბა დროებით ხალხო